ახალ კომპაქტურ და ფლაგმან smartphones ვარისურებდით. ეს არის ახალი Xiaomi 15, რომელიც როგორც გასულ წელს Xiaomi 14 იყო კაი ტიპი, ეხლა ესეც იგივენაირად კაი ტიპია. ოღონდ, რა თქმა უნდა, უკეთესი. Ну, 6.3 ინჩი რამდენად კომპაქტური smartphone-ია, თქვენ გადაწყვეტეთ, მაგრამ რეალურად დღევანდელ სტანდარტებთან შედარებით ნამდვილად უფრო მოკომპაქტურო smartphone-ი გამოგვდის და თან დიზაინის ნაწილში სტანდარტული და ნაცნობი Xiaomi-ის კლასიკური დიზაინი გვაქვს ერთგვარი, რომელიც ძალიან მინიმალისტურად გამოიყურება და ძალიან ესეთი პრაქტიკული დიზაინი აქვს. კამერის მოდული უკვე სტანდარტული და ძალიან ნაცნობია, კამტები იგივენაირად ოთხკუთხედია, მაგრამ წინა თაობასთან შედარებით ის მომწონს, რომ პრიალა აღარ არის დაბურული და თან ოდნავ მორკალულია უკანა მხარეს. ესე რომ ვთქვათ, რის გამო უფრო კომფორტულად ზის smartphone-ი ხელში. საკმარისად მსუბუქია და ნამდვილად მართლა კომპაქტურისკენ რო არის, ეგ ძალიან მომწონს. რაც უფრო მეტი გამოვა ესეთი ზომის smartphone-ი, უფრო მივესალმები. წინა პანელზე რო გადავიდეთ, გვაქვს ძალიან პატარა ჩარჩოები ეკრანის გარშემო, რა თქმა უნდა, როგორც ვიგითხრათ 6.36 ინჩიანი ეკრანი გვაქვს, რა თქმა უნდა, OLED პანელია, LTPO პანელია და ჰერცებსაც გვითამაშებს, რა თქმა უნდა. მშვენიერი ხედვის კუთხეები გვაქვს. არ ვიცი, უკვე ფლაგმან smartphone-ზე როცა ვლაპარაკობ და ეკრანზე, ალბათ ერთსა და იმავეს ვლაპარაკობ, იმიტომ რომ ყველას უკვე სტანდარტული და ძალიან კაი ეკრანები აქვს, ანუ მშვენიერი ხედვის კუთხეები, ძალიან ნათელი პანელებია, თან თუ OLED-ია, მაშინ საკმარისად კონტრასტული პანელები გამოგვდის და რავი, აქაც იგივე სიტუაცია გვაქვს. თან სწრაფია, 120-იანი განახლების სიხშირე გვაქვს და თან ულამაზესი პანელია, მოდი ესე დავარქმევ. და წარმატების ნაწილში კიდე რა თქმა უნდა ფლაგმანი smartphone-ია და Snapdragon 8 Elite გვიდევს შიგნით, რომელიც რა თქმა უნდა უკვე ვიცით როგორც იქცევა, უძლიერესი ჩიპსეტია, უსწრაფესი ჩიპსეტია და ამ შემთხვევაში HyperOS-ი გვიყენია და აქაც ძალიან კაი ოპტიმიზაცია გვაქვს და ყოველდღიურობაში ძალიან კარგად მუშაობს. უბრალოდ გეიმინგის ნაწილზე გეტყვით, რომ იდეალური გაგრილება ვერ აქვს smartphones და დაახლოებით 20 წუთში ეწყება throttling-ი და გახურებას იწყებს უკანა პანელი და მერე ნელა-ნელა გადმოაქვს ყველაფერი ჩარჩოებზე. ამიტომაც მთლად იდეალურად ოპტიმიზირებული გეიმინგზე ვერ არის და იდეაში მგონია რომ განახლებებზე ნელა-ნელა უნდა გამოსწორდეს ეს ყველაფერი, მაგრამ ჯერჯერობით თუ გეიმინგი გჭირდება თან smartphone-ზე, მაშინ ვერ გირჩევთ, იმიტომ რომ ცხელდება და ისე throttl-ს იწყებს. მაგრამ ყოველდღიურობაში იდეალურად მუშაობს, რა თქმა უნდა, ყველაფერი. ოპტიმიზაცია, როგორც ვიგითხარით, ძალიან კაი აქვს, აპლიკაციებსაც ძალიან სწრაფად ხსნის და ერთმანეთში ძალიან სწრაფად გადადის, რა თქმა უნდა. ლოგიკურია, იმიტომ რომ მაინც რაც არ უნდა იყოს, ფლაგმანი smartphone-ია. ასევე ასე თუ ისე თხელ корпуსში შეძლეს და 5240 მAh-იანი ელემენტი მოათავსეს, რომელიც თან 90 ვატი მოხდება და მინდა გითხრათ ელემენტის მუშაობის დროით მაყოფილი დავრჩი, იმიტომ რომ ყოველდღიურობაში მთელი დღის განმავლობაში შედარებით აქტიურად რო გამოვიყენოთ, სადაც ძირითადად რა თქმა უნდა სოციალებს სკროლავთ და აქტიურად ვიყენებთ კამერას და ზოგადად კამერებს, ამ შემთხვევაში დღის ბოლომდე გაჩავს და დღის ბოლოს დაახლოებით კიდე 20-25% რჩება, რაც ჩემი აზრით ძალიან კაი შედეგია, მაგრამ ისე და ისე 90 ვატი გვაქვს, უცრაფესად იმუხტება და ელემენტის მუშაობაზეც მოდი ვთქვათ, რომ მშვიდობაა. ამიტომაც გადავიდეთ მოდი ეგრევე კამერებზე. იმიტომ რომ როგორც ყოველთვის ამ შემთხვევაშიც და გასულ წელსაც, რა თქმა უნდა, Leica-სთან ერთად არის ყველაფერი შემუშავებული, ოღონდ ის უბრალოდ Leica-ს ბრენდინგი კი არა აქვს, ანუ მთლიანად დამუშავებულია ყველაფერი Leica-სთან ერთად. შიგნით გვაქვს კიდე ორი ცალი color profile ეგრეთ წოდებული, სადაც გვაქვს Leica-ს ავთენტური და Leica-ს vibrant color profile და სხვადასხვანაირი დამუშავებით გვაქვს ფოტოები. მაგრამ კამერებზე გეტყვით, რომ სამი ძალი კამერა გვაქვს, სამივე 50 მეგაპიქსელიანია, არის სტანდარტული, არის ultra-wide და არის სამჯერადი მიახლოებით ტელეფოტო. რა თქმა უნდა, ამ შემთხვევაში არ გვერგო პერისკოპული zoom ლინზა, მაგრამ პერისკოპული zoom ლინზა გვაქვს ultra-ში. და ამ შემთხვევაში ფოტოები ჩემი აზრით ზუსტად იგივეა, რაც გასულ წელს იყო და მაინც და მაინც სხვაობა ესე ვერ ვნახე. ანუ ყოველდღიურობაში რო ავიღოთ, მე ვიღებდი ძირითადად Leica-ს ავთენტური color profile-ით, რომელიც ცოტათი ფერებს უცვლის და მთლად ისეთი ნატურალური და ბუნებრივი არ არის, როგორც ნუ თუნდაც ამის vibrant color profile-ი ან სხვა smartphone-ები, მაგრამ ძალიან მომწონს, მშვენიერი HDR-ი გვაქვს, ფერებიც, ნუ ჩემთვის ძალიან სასიამოვნოა და მოკლედ როგორც გასულ წელს იყო ფავორიტი Xiaomi-ის Mi-14 სერია კამერებში, ეხაც იგივენაირად Mi-15 სერია ჯერჯერობით მომწონს და ძალიან სტაბილურია. მომწონს ყველანაირად ჯერჯერობით ამის ფოტოებიც. და მთლიანობაში რო ვთქვათ, smartphone-ი საკმაოდ
საინტერესო გამოუვიდათ და პრინციპში მთლად ისეთი სერიოზული განახლება არაფერი არ გქონია ამ smartphone-ზე, ვიზუალურად თითქმის იგივენაირად გამოიყურება, ეკრანი პრინციპში იგივე გვაქვს, კამერებიც პრინციპში იგივე გვაქვს. გვაქვს უკეთესი, ზოგადად ჩიპსეტი და გვაქვს უკეთესი ელემენტი. ჩიპსეტი კაია, რომ რა თქმა უნდა, ფლაგმანური და უსწრაფესია, მაგრამ ცოტათი უნდა იმუშაონ ოპტიმიზაციაზე, ჩემი აზრით, რომ გეიმინგზე უფრო მეტად და კარგად და სტაბილურად მუშაობდეს. ხო და დაწერეთ ახლა თქვენ რას ფიქრობთ ახალ Xiaomi 15-ზე. მთლიანობაში ის ეკმაყოფილი ვარ, როგორც გასულ წელს ვიყავი, მაგრამ თქვენ დააკომენტარეთ რას ფიქრობთ, მე დაიმუშავებით და ჩვენ შევხვდებით შემდეგ ვიდეოში. ნახვამდის.